თავის სათაური არჩევანის უფლება. სულიერი ზრდა ყველასთვის განსხვავებულია და ჩვენ ღვთის შვილები მოთმინებით უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. მე მაგალითად მაწუხებს უამრავი ადამიანის ინტერესი მკითხაობის და მომავლის განჭვრეტის ყველანაირი რიტუალისადმი. მკითხავების წინასწარმეტყველებები კარტსა და ყავის ნალექზე მახსენებს ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას. მთელი ცხოვრება მე მაინტერესებდა ცხოვრების უხილავი და სულიერი კანონები და არა მომავალში ჩახედვა. ოხეს საწყალი მკითხავები, რომლებიც ენდობიან კარტებს და არასწორ რჩევებს იძლევიან. მათ ხომ წარმოდგენაც არ აქვთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მათმა სიტყვებმა ან გაუცნობიერებულმა შეცდომებმა კითხვის დამსმელის ცხოვრებაში, მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. ნებისმიერი ადამიანის სული მეტისმეტად ძვირფასია იმისთვის, რომ არ გავრისკოთ მისი მომავალი. სამწუხაროდ ადამიანების ყური ბევრად უფრო კარგად იმახსოვრებს, როცა ის პასუხს ელოდება მომავალზე და ზუსტად ამ მოლოდინის განცდისას მიღებული პასუხი დიდ ზეგავლენას ახდენს მის არჩევნებზე და ბედზეც. მათი არჩევანი შეიძლება უფრო მცდარი იყოს მკითხაობის შემდეგ და მე არ ვემხრობი წარმატებასთან მიახლოების ამ მეთოდს, თუმცა მე ვინ ვარ, რომ ვინმეს რამე ავუკრძალო. ერთ ძალიან სევდიან საღამოს, როცა ვიყავი ძალიან ახალგაზრდა ქალიშვილი და ვდარდობდი ჩემს დაკარგულ პირველ სიყვარულს, დავიძინე ცრემლებისგან სველი ლოყებით. ძილბურანში ძალიან ფრთხილად გულშემატკივრის მზერით გამომეცხადა ეშმაკი. არ შემეშინდა მისი დანახვის, პირიქით ვკითხე, რამ დაგაინტერესა ჩემთან გამოცხადება. მან მიპასუხა: მე ძალიან კარგად მესმის იმ განცდების, რასაც შენ ახლა გრძნობ, რადგან ერთხელ მეც მოულოდნელად დავრჩი მარტო და ზუსტად შენ იყავი ის ერთადერთი, ვინც არ განმკითხავდა და მაინც მოვიდა ჩემთან დასამშვიდობებლად. ამ ფრაზის გაგონების მერე აღმოვჩნდი ისეთ ადგილას, რასაც ვამსგავსებთ ედემის ბაღს. ყველასგან გარიყული ძალიან ლამაზი უზარმაზარი ხის ქვეშ იჯდა სიტყვებით აღუწერელი სიმპათიური ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ლამაზი ნაკვთები, ძლიერი მხარბეჭი და გულჩათხრობილი გამომეტყველება. მისი თმები იყო ღია ოქროსფერი და ის თავისი ულამაზესობით ძალიან განსხვავდებოდა. მე კი მქონდა გრძელი შავი თმები და ლურჯი თვალები, ანგელოზებს ვგავდით ორივე. როცა მივუახლოვდი, უბრალოდ მივუჯექი გვერდზე იმ ლამაზი ხის ქვეშ და ხმას არ ვიღებდი. ეს ულამაზესი ანგელოზი სადღაც წასვლას აპირებდა და თითქოს ემშვიდობებოდა ყველას თავის გულში, მაგრამ მხოლოდ მე ვიყავი ის, ვინც მივიდა მასთან, რათა გადაერწმუნებინა, თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა. მაგ დროს რაღაცნაირ ტელეპათიას ჰქონდა ადგილი და ვგრძნობდი ემპათიას მის მიმართ. ამ სიუჟეტის მერე თითქოს დავბრუნდი ჩემს ოთახში და ეშმაკმა მითხრა, რომ სურს ასეთი თბილი მოგონების გამო მაჩუქოს წინასწარმეტყველების ნიჭი, მაგრამ მე უარი ვთქვი ასეთ საჩუქარზე.
მან მითხრა, რომ მე ყოველთვის განსაკუთრებული ვარ მისთვის და შეუძლია დამიცვას ტკივილისგან ისე, რომ აღარ ვიგრძნო ნეგატიური შეგრძნებების სიმწარე, მაგრამ მე ამაზეც ვთქვი უარი. ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. თავის სათაური მადლიერების შეგრძნება. რამდენადაც საკუთარი თავის მესმის მინდა შევცვალო ეს სამყარო უკეთესობისკენ, მაშ რატომ ვარ ასეთი სევდიანი? მე დიდი დრო გავატარე ჭეშმარიტების ძიებაში, ღრმა ფიქრებსა და ეჭვებში. ვინ თქვა, რომ ჭეშმარიტების კვლევა სახალისო და მაგარია? ამის საპირისპიროა ყველა ის დასკვნა, რაც მე გავაკეთე დღემდე. მინდა ვუპასუხო ჩემსა და მკითხველის კითხვებს. რა მინდა ამ ცხოვრებისგან, როგორ მივახციო ამას, რისთვის უნდა ვიყო მზად, კიდევ რა უნდა შევისწავლო და გავიგო, რათა გავუადვილო სხვებს გზა და ამით საკუთარ თავსაც. არაერთხელ გამიგია ფრაზა იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს, უბრალოდ იცხოვრე, მიყევი დინებას და ისიამოვნე ცხოვრებით. რისთვისაც არ უნდა ვიყო მადლობელი ცხოვრებისადმი, ეს მაინც დროებითია, რადგან ადამიანის სიცოცხლე ადრე თუ გვიან მთავრდება. მე არ ვიცნობ არავის, ვინც 150 წელზე მეტხან სიცოცხლა. დიდი ნაწილი იმისა, რისთვისაც მადლობელი ვიყავი, უკვე წამერთვა. მამაჩემი, ბებიები, ბიძა ვალერი, კეთილი მეგობარი მარკ როიტმანი, ყველა ეს საოცარი ადამიანი და არა მხოლოდ ისინი დიდი ხანია ადამიანის წვდომის ზონის მიღმა იმყოფებიან. მე მადლობელი ვიყავი, რომ ისინი იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ალბათ არ იყო საკმარისი. მოგვიანებით რეგრესიული ჰიპნოზის შესწავლით გავიგე, რომ შესაძლოა თითოეულ სულს თავისი მისია აქვს და დგება მომენტი, როცა ისინი სხვა სამყაროში უნდა წავიდნენ, რათა განაგრძონ თავიანთი სულიერი გზა და განსხვავებულად გამოვლინდნენ. რაც შეეხება მადლიერებას, მე მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის მიმეღო ასეთი შესანიშნავი გამოცდილება და გამეცნო ის ადამიანები, რომლებიც აღარ ცხოვრობენ დედამიწაზე და სამწუხაროდ ვეღარ ვეხუტები მათ ისე, როგორც ადრე. თავიანთ ცხოვრებაში რომ სცოდნოდათ ის, რაც ახლა მე ვიცი, ნეტა რას იტყოდნენ? ან როგორი ცხოვრებდნენ? ნეტა მოინდომებდნენ ჩემს გუნდში ყოფნას? ან რას ფიქრობენ ახლა ჩემს ფიქრებზე იქ, სადაც არიან? თუ ვახსოვარ, რა თქმა უნდა, თუ მაინც აქვთ კავშირი ჩემთან, რადგან მე სიამოვნებით დავუკავშირდებოდი. მე თქვენ ძალიან მენატრებით, მაგრამ ამის მიუხედავად გისურვებთ ბედნიერებას და სურვილების ასრულებას, რადგან მჯერა, რომ თქვენი სურვილები კარგია და სასიკეთო. მე მჯერა, რომ ისინი არც სხვას დააზიანებენ და მით უმეტეს არც თქვენ. გისურვებთ ბედნიერებას, როგორზეც მე თვითონ ვიოცნებებდი. მერე გეტყვით რა არის ჩემთვის ბედნიერება. მანამდე კი გავაგრძელებ წერას მადლიერებაზე. თავის სათაური ილუზიის ხაფანგები. მე უკვე მივეჩვიე გაშვებას. ხანდახან მეჩვენება, რომ ნებისმიერი სულიერის ერთ-ერთი ზუსტი დანიშნულება ისწავლოს ყველაფრის და ყველას გაშვება. ვედურ შეხვედრებზე შევიტყე უცნაური თეორიის შესახებ, რომელიც ასე ჟღერს. ერთ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თვითონ შეგვეძლო რამის გაკეთება,
ღმერთის გარეშე და მოვედით ამ სამყაროში იმისთვის, რომ იმედი გაგვცრუებოდა და ისევ შემოქმედთან დავბრუნებულიყავით, რადგან ის ყველაფერზე მეტია და ჩვენგან გაცემულ ყველაზე ძლიერ სიყვარულს იმსახურებს მხოლოდ უფალი. ამ ფრაზამ ჩემს გულში თანხმობის შეგრძნება გამოიწვია, რადგან ყველაფერი, რაც ოდესღაც გამხარებია, ეს მისგან მოცემული საჩუქარია. მერე რა რომ ზოგჯერ ეს სიხარული დროებითია ხოლმე. მთავარია მე ვიგრძენი სიცოცხლის ტკბილი გემოს არსებობა და მადლიერი ვარ ჩემი შეცდომებისაც კი, რომლებმაც ბევრი რამე მასწავლეს. არსებობს ტკბილი გემო ჭეშმარიტი ბედნიერებისგან და არსებობს ასევე სიტკბო ილუზიისგან. ხანდახან მამშვიდებს იმის წარმოდგენა, რომ ეს ცხოვრება, რომელშიც ჩვენ გავბედეთ მოგზაურობა, არ ვიცი ძალით თუ საკუთარი ნებით, არის უბრალოდ სიზმარი ან ილუზია. მატერიალური სამყარო დროებითია ყველას ცხოვრებაში და ამის მიუხედავად ადამიანები ძალიან ეჯაჭვებიან ნივთებს და ლოგიკის დამანგრეվել ჩემს საყვარელ ნარცისებს. ნარცისის გულიდან ამოგდება ძალიან ძნელია, როცა მიეჩვევი. ეს უხილავი კავშირი თითქოს სასიამოვნო ძაფებივით მაგრდება შენს ვენებში და ამ ძაფების მოშორება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ არის. მე მადლობელი ვარ ერთი ჩემი მეგობრის, რომელმაც ნარცისული კლანჭები დამანახა თავის შეცდომების ჩემზე გადმობრალებით, რადგან სწორედ მან მიბიძგა ნარცისების, ფსიქოპატების და პიკაპერების შესწავლის სურვილისაკენ. ადრე ნარცისი უბრალოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ყვავილი მეგონა. მაგრამ ფსიქოლოგიაში მას სულ სხვა თვისებები გააჩნია. მათ უყვართ ადამიანის დამნაშავედ გამოყვანა იმ სიტუაციაშიც კი, სადაც თვითონ არ იყვნენ მართალნი. მათი ბრძნული ფრაზების უკან ხშირად ადამიანების დაპროგრამების მიზანი იმალება. ამ მიზნის აზრი კი ის არის, რომ ნარცისის ინტერესშია მას ემსახურებოდნენ ყველგან და ყოველთვის. მსხვერპლის ლოგიკის გატეხვა და დანაშაულის გრძნობის ჩანერგვა ნარცისებს იდეალურად ეხერხებათ და ზუსტად ეს დანაშაულის გრძნობა ხშირად იწვევს გამოსწორების სურვილს მსხვერპლში. გამოსწორების გზით და დამსხვრეული ლოგიკით უდანაშაულო დამნაშავე მსხვერპლი უფრო ეჯაჭვება ნარცისს და თვალს ხუჭავს მის ახალ გულისმტკენ ქმედებებზე. მათზე შეყვარებულ ადამიანს ხშირად გონია, რომ შესაძლებელია ნარცისის შეცვლა, მაგრამ სამწუხაროდ ამის მოლოდინში ასეთი გმირები ცრუ იმედით გამოწვეულ სევდაში აგრძელებენ ცხოვრებას და არ შორდებიან იმას, ვისი განკურნებაც პროფესიონალურ ფსიქოლოგებსაც ზოგჯერ არ გამოსდით. ხანგრძლივ და უაზრო მოლოდინს კი სევდის გარდა არაფერი მოაქვს. საშინელებაა, როცა სევდა დროთა განმავლობაში ჩვევად იქცევა. ის ხომ რეალობას ფერებს უკარგავს და სხვა რაკურსით აზროვნებისთვის ადგილს არ ტოვებს ჩვენს გულებში. ერთადერთი ცრუ ნუგეში ასეთ სიტუაციაში არის ის, რომ მსხვერპლს საკუთარი თავი კეთილ და მკურნალ გმირად მიაჩნია. ძალიან იშვიათია ნარცისის გამოსწორება, მაგრამ თუ შენ ეს გამოგივიდა, მე ვამაყობ შენით.
თუმცა თუ მისი უკეთესობისკენ გამოსწორება და ემპათია მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა, მე მაინც ვიამაყებ შენით და გთხოვ, არ მოიწყინო, ყველაფერი შენი ბრალი არ შეიძლება რომ იყოს. ბევრისთვის მიმილოცია ნარცისთან დაშორების ამბავი და მათ ძალიან უკვირდათ ჩემი ასეთი რეაქცია. ყველაფრის მიუხედავად მე მჯერა, რომ ნარცისებს თავისებური მისია აქვთ ჩვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ მოსახდენი უბრალოდ უნდა მოხდეს, მათ შორის ზღაპრების კეთილი დასასრულიც. აქ მოთავსებულია ჩემი ნახატი, ცრუ იმედის მომხიბლელობა. დავხატე გოგონა, რომლის თვალები ცევდიანია, თუმცა ის ოდნავ მაინც იღიმის. თავის სათაური გახსოვდეს ვისი შვილი ხარ. ამ ბოლო დროს ვთვლი, რომ თუ რამეს უფალზე წინ აყენებ, შენი ყურადღების ძლიერი გადატანის გზით რაიმე ობიექტზე, ის ყურადღების ქურდი აუცილებლად ილუზია აღმოჩნდება, ან იმედს გაგიცრუებს. როცა ჩვენი ყურადღება ძალიან გატაცებულია რამით ან ვინმეთი, ასეთ შემთხვევაში ადრე თუ გვიან თვალსამხელი ჭეშმარიტი სიმართლე დასკვნის სახით მოდის ჩვენთან და დროთა განმავლობაში ის, რაც გვგონია მნიშვნელოვანი, თავის მნიშვნელობას კარგავს. ეს ჩემი პირადი ერთ-ერთი მორიგი გამოცდილებაა და თავს არ გახვევთ, ასე იფიქროთ, ჩემო ბრძენო მკითხველებო. ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი დრო, როცა ძალიან მიყვარდა ერთი შეხედვით ძალიან მომხიბლელი ნარცისი. ის საოცარ გრძნობებს იწვევდა ჩემში. ეს გრძნობა მაგონებს ისეთ განცდას, როცა შენი სხეულის ყველა უჯრედი სიხარულისგან ცეკვავს და ცხოვრება ამ დროს ისეთი იდეალური გგონია, რომ მეტი არ შეიძლება. მახსოვს, მაშინ ჩიტების ჭიკჭიკიც მხიბლავდა, თუმცა ნარცისის შეყვარებამდე მე მათი მოსმენა მაღიზიანებდა, განსაკუთრებით დილით ადრე. თითქოს დაჰიპნოზებული ვიყავი და ერთადერთი, რაც მაინტერესებდა, იყო მისი ნახვა. ამ ურთიერთობის დროს ჩემმა ჩვევად გადაქცეულმა ჭეშმარიტების ძიების მცდელობამ თითქოს შვებულება აიღო. მე უბრალოდ ვტკბებოდი ჩემს ნარცისთან ერთობით. მალე მივხვდი, რომ ჩემი თაყვანისცემლის თბილი სიტყვები და მოქმედების უნარი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მალე სიმართლემ დააკაკუნა ჩემთან და მე მას კარი გავუღე. თუმცა ვიცოდი, თითქოს გული მიგრძნობდა, რომ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებული სიმართლე იმედგაცრუებას მომიტანდა. მალე დავემშვიდობე იმ ილუზიის წყაროს, რომლის თავბრუდ ამხვევ სითბოს ძვლებშიც კი ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ასეთი ურთიერთობა ტკივილის გარდა არაფერს მომიტანდა. მე კი ტკივილში კარგად გარკვეული ვარ და თუ შემიძლია მოვერიდო მას, ჯობია მოვერიდო. მტკივნეული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას მალე გამოვიცნოთ ახალი ადამიანების ყალბი თვისებები და გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ძვირფასი დრო არ დავხარჯოთ ილუზიაში. ახლა კი ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრი დრო არ დავხარჯე ილუზიაში ყოფნით, მე ხომ მისგან თავის დაღწევა მსურს.
აქ მოთავსებულია ჩემი ნახატი, კავშირთა მისტიკა. თავის სათაური, რატომ არის გაცნობიერების შეძენის ნიჭის გზა ასეთი მტკივნეული? შეიძლება ამპარტავნულად ჟღერდეს ეს ფრაზა, მე ძალიან ბევრნაირი გზა გამოვიარე, მაგრამ ეს მართლაც ასეა. რამდენიმე წლის წინ პერიტონიტი დამემართა. დიდხანს ვერ ვივიწყებდი იმ საშინელ ტკივილს, რომელიც თითქმის ერთ დღე-ღამეს გაგრძელდა. ოპერაციის შემდეგაც, რომელმაც სიცოცხლე გადამირჩინა, დიდი ხნის განმავლობაში მაინც მქონდა ტკივილები. მაშინ მივხვდი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ყველა შენი ორგანო ნორმალურად მუშაობს და რა ძნელია, როცა ჯამრთელ სხეულში რაღაც ისე ვერ არის. თინეიჯერობიდან გამუდმებით მტკიოდა მუცელი, ხან ეროზიები მქონდა, ხან წყლულები, მორჩებოდა და ისევ თავიდან იწყებოდა. მაგრამ პერიტონიტის დღეს მე მივხვდი და თითქოს ვიგრძენით ჩემი არარაობა, უძლურება ამ მდგომარეობის შესაცვლელად. მახსოვს ჩემი თავი და ამ დღეს, როცა შეტევა მქონდა, როგორც ყველა ადამიანი მოიქცეოდა ასეთ რთულ მომენტში, მეც გამოჯამრთელება, ტკივილის გაქრობა ვუსურვე საკუთარ თავს. ვითხოვდი პატიებას ყველაფრისთვის, რაც შესაძლებელი იყო. ტკივილებისგან ჯოჯოხეთს გავდიოდი დედამიწაზე. ცრემლები არ მომდიოდა თვალებიდან, ცრემლი გამიშრა იმ საშინელი შეგრძნებისგან, თითქოს მდუღარე წყალი ან მჟავა ჩამასხეს მუცელში და მუცლის ქვემოთ. სწორედ იმ დღეს მივხვდი მთელ ჩემს არარაობას, მთელ ჩემს უძლურებას. მეჩვენებოდა, რომ რაღაც გასხივოსნება მოვიდოდა და მივიღებდი მას და ეს ყველაფერი მაშინვე გაჩერდებოდა. ტკივილი კი მხოლოდ გრძელდებოდა. ვერც კი ვმოძრაობდი, თითქოს მთელი ჩემი ძალები იქით იყო მიმართული, რომ ამ ყველაფრისთვის გამეძლო, ტკივილიც კი არ შემეძლო. ეს მოხდა იმ დღეს, როდესაც ჩემს ქმარს იმ დროს ჯერ კიდევ საქმროს ბიძაჩემების გაცნობა სურდა. საბოლოოდ გამიკეთეს ოპერაცია და ჩემი ქმარი და ბიძები დამეხმარნენ გამოჯამრთელებაში, თავს დამფოფინებდნენ. მესმის, რომ ჯამრთელობა ძალიან მაგარი რამაა და მას უნდა ვაფასებდეთ. თუმცა არ მესმის, რატომ არის მოწყობილი სამყაროს სისტემა ისე, რომ ადამიანს უწევს შეხება ისეთ საშინელ ტკივილთან, როგორიც მე განვიცადე. პერიტონიტი ბევრ ადამიანს ემართება და მე უბრალოდ გაოგნებული და გაკვირვებული ვარ, რატომ ხდება ეს? მტერსაც არ ვუსურვებ, რომ ეს ერთი წამითაც იგრძნოს. დარწმუნებული ვარ, ბევრი და მეთანხმება, ვისაც მსგავსი ტკივილი განუცდია და ამას სხვებს არ უსურვებს. თავის სათაური, რატომ არის დამნაშავე თავად ის, ვინც მსხვერპლია? მედიტაციის დროს, ტრანსებში, რომელსაც მე ვსწავლობ, ხშირად ამბობენ, რომ ადამიანმა დაბადებამდე ბევრი რამ იცის, რაც უნდა განიცადოს სიცოცხლეში და ხელს აწერს გარკვეულ კონტრაქტს, რომელიც შეიცავს იმ შემთხვევებსა და შეგრძნებებს, რომლებიც შეხვდება სიცოცხლის მანძილზე. ასევე არსებობს ვერსიები, რომ ხშირად ისეთი დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული, პერიტონიტი, გულის პრობლემები და მრავალი სხვა, ჩვენი აზრებისა და ქცევების შედეგია.
ფსიქოსომატურ წიგნებში, ფსიქოსომატიკაში ასევე ხშირად არის ნახსენები, რომ ჩვენ თვითონ ვიწვევთ დაავადებებს ჩვენი ფიქრებით და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, ვედურ ლიტერატურაში წავიკითხე, რომ პლანეტა დედამიწა არის ციხე სასჯელის მოსახდელად. ამ დროებით ციხეს ისინი ეძახიან იმ სულთა თავშესაფარს, რომლებმაც გადაწყვიტეს იცხოვრონ თვითნებურად ღმერთის გარეშე. ამ თეორიამ იმდენად აღმაშფოთა, რომ დაღონებული და მოღუშული ავედი ჩემს სახლის სახურავზე, რომ ღმერთთან მესაუბრა ამაზე. იმ დღეს მისგან პასუხი ვერ მოვისმინე, ან შეიძლება ვერც მივხვდი, თუმცა იმედი დავიტოვე, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის ჩვენს კითხვებზე პასუხებსაც. ვედების შესახებ 11 აპრილს შევიტყვე და ჩემი ბევრი კვლევა შეჯამდა იმ დღეს. კვანტური ჰიპნოზის ტექნიკისა და ტრანსის დროს ადამიანების ისტორიების შესწავლისას გავიგე, რომ ეს ისტორიები კარმასა და სასჯელზე საუბრობენ. ვედები ასევე ამბობენ, რომ დედამიწა გამოსწორების ადგილი და შესაძლებლობაა. ფსიქოსომატიკა ყველაფერს ჩვენ ადამიანებს გვაბრალებს, ისევე როგორც ყველა სხვა რელიგია, რომლის შესახებაც დღემდე გამიგია. ქრისტიანობა ამბობს, რომ არ არის საჭირო ეგრეთ წოდებული შეცდომების ან ცოდვის ჩადენა და თუ მაინც შესცოდავთ, სჯობს მოინანიოთ და ღმერთს შენდობას ევედრებოდეთ მთელი ცხოვრება. ფსიქოსომატიკა კი ამბობს, რომ მუდმივი თვითკრიტიკით საკუთარი თავის წამება ასევე იწვევს დაავადებების გაჩენას, ანუ ტანჯვას. ბუდიზმი ასევე ადანაშაულებს ადამიანს საკუთარ ტანჯვაში. არადა იქნებ უბრალოდ საჭიროა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი შეცდომა, მოინანიოს და შეეცადოს აღარ გაიმეოროს ის. თავის სათაური ჩემი შიშების გაზიარება სახლის სახურავზე დგომისას. და უცებ წამის მიასეთში ყველაფერი ერთ სურათად წარმომიდგა თვალწინ. რომ შევაჯამე ჩემი ცოდნა სხვადასხვა მეცნიერებაში, რელიგიაში, მიმდინარეობებში, დავინახე, რომ იმის წინააღმდეგი ვარ, რასაც უფალი ამბობს. ჩემს კეთილ ზრახვებში ეჭვი შემეპარა. არადა მე ხომ მინდოდა გამერკვია ის, რაც იწვევს ტანჯვასა და ავადმყოფობას და მეპოვა გამოსავალი, რომ დედამიწაზე ადამიანებს არ სტკენოდათ, არ ეავადმყოფად. მე ხომ ვიცი, როგორ უშლის ხელს ტკივილი რაიმეზე კონცენტრირებას, მით უმეტეს რამე ახლის შესწავლას. მაგალითად, შემიძლია გავაცდინო გაკვეთილი თუ კბილი, ყელი ან სხვა რამე მტკივა, რადგან 100%-ით კონცენტრირება შეუძლებელია. თავიდან მინდოდა ისე გამეკეთებინა, რომ ფიზიკურად არავის არაფერის ტკიებოდა. მინდოდა გამეგო დაავადების ყველა მიზეზი, შემდეგ კი მეპოვა ფსიქიკური აშლილობის ყველა მიზეზი, მაგალითად ფსიქოზის, შიზოფრენიის. ასევე მინდოდა გამეუმჯობესებინა ადამიანების სულიერი მდგომარეობა. მინდოდა და დღესაც მსურს ვიცოდე, როგორ ვუმკურნალო იმედგაცრუებას, გატეხილ გულს, სასოწარკვეთილებას, დეპრესიას და ყველაფერს, რაც ყურადღებას ფანტავს, საშუალებას უსპობს ადამიანებს, რათა თავი წარმოაჩინონ საუკეთესო მხრიდან. მე ვიცი და მესმის, რა ძნელია მიენდო რაღაც ახალს მრავალი იმედგაცრუების შემდეგ,
რასაც ადამიანები განიცდიან მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ამის მიუხედავად მე არასდროს დავნებდებოდი. და ამ დროს სახურავზე ღმერთს ვკითხე. უფალო, შენ ალბათ ჩემზე 100-ჯერ უკეთიცი ყველაფერი და შექმენი ეს პლანეტა, რომელიც მართლაც რაღაც ციხე-სკოლას გავს. აქ ადამიანები 1000-ნაირ განსხვავებულ რამეს განიცდიან, მათ შორის ტანჯვას. მე ვიცი, როგორ მიმართავს ტანჯვა მთელ ყურადღებას ტანჯვის წყაროზე. იქნება ეს ავადმყოფობა, იმედგაცრუება სიყვარულში, თუ საყვარელი ადამიანის სიკვდილი. მე მინდა ვიპოვო ჭეშმარიტება და დავიცვა შენი შვილები, ჩემი ძმები და დები იმ შეცდომებისგან, რომლებიც ამ ტანჯვას იწვევს. მე მინდა დედამიწაზე მხოლოდ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ჭეშმარიტი ცოდნა, სიყვარული და ურთიერთგაგება გავავრცელო. მიუხედავად ჩემი ემპათიურობისა და კეთილი განზრახვებისა, მითხარი ყოველთა სასწაულთა შემოქმედო, თუ შენ ან შენი გეგმების წინააღმდეგ მივდივარ. თუ შენ შექმენი დედამიწა როგორც განვითარებადი სამყოფელი, სადაც სასჯელი საუკეთესო სწავლებაა, განა არ ჩავერევი შენს გეგმებში, თუ ამ ჭეშმარიტების აღმოჩენის შემდეგ გავავრცელებ მას როგორც შემიძლია, ანუ მთელი ჩემი ძალით და სხვისი ძალისხმევითაც. თუ ცოდნით დავაჩქარებ ადამიანების განვითარებას, ჩემი თანამოაზრეების ანუ გუნდის დახმარებით, ამით რამეს გავაკეთებ შენ წინააღმდეგ? თითოეულ ადამიანს აქვს გარკვეული მზადყოფნა მიიღოს სიმართლე, მაგრამ ვშიშობ, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან ამისთვის მზად, შეცდებიან თავიანთ დასკვნებში. იქნებ დედამიწაზე ყოფნის არსი თითოეული ინდივიდისთვის ჭეშმარიტების გაცნობიერება დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ამ დროს კი მე მოვდივარ და ყველას ვეუბნები, როგორ ავიცილოთ თავიდან ტანჯვა. განა მათი განვითარების დაჩქარებით არ დავანგრევ შენს გეგმებს? ნუ თუ მართლა მხოლოდ ტანჯვითა და ავადმყოფობით შეგვიძლია შენი გაგება, უფალო. მე ვეძებ გზას, რათა სხვებმა გაიგონ საგნების არსი ტანჯვის გარეშე, მაგრამ შენი თანაგრძნობის, ცოდნის, სიბრძნისა და სიყვარულის დახმარებით, რომლისაც ასე მჯერა, მიუხედავად ჩემი სულის ტკივილისა. ამ ტკივილს იმიტომ განვიცდი, რომ დავიღალე იმით, რაც ჩემს გარშემო და ჩემში ხდება. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ თუ რომელიმე ადამიანი ჩემი დახმარებით მიიღებს ჭეშმარიტ ცოდნას, შენი ანგელოზები არ ეტყვიან მათ, ვისაც ვეხმარები. ეს არ ითვლება. თქვენ გადაწყვიტეთ ეშმაკობა და ძალიან სწრაფად გინდოდათ ამ სკოლის გავლა. მე-5 კლასიდან მე-10 კლასში მოგინდათ? რა ვუთხრათ სხვებს, რომლებმაც შენამდე საკუთარ თავზე გამოცადეს და 49-ად დაიბადნენ ყველაფრის გასაგებად? დიდი იმედი მაქვს, რომ ბოროტებას არ ჩავდივარ ჩემი კეთილის რახვებით. მეც ხომ როგორც ყველა ადამიანს დედამიწაზე ზუსტად არ მახსოვს, რატომ დავიბადე აქ და რაშია ჩემი დაბადების საიდუმლო. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან მიჭირს გულგრილი ვიყო იმის მიმართ, რასაც ვხედავ.
ხალხი და დიდი პოპულარული ბრძენები ამბობენ, რომ განმანათლებლობა, ანუ ჭეშმარიტებასთან მიახლოება, არის ნამდვილი ბედნიერება და ნეტარება. ბევრი მთვლის სულიერად ძალიან განვითარებულ ადამიანად, მაგრამ არის ერთი რამ. სულიერად განვითარებული ადამიანისგან განსხვავებით მე ძალიან იშვიათად ვიღიმი. მე უფრო ჩაფიქრებული ვარ, სერიოზული გამომეტყველებით ვიდრე ღიმილიანი. და ბევრი ადამიანი, როცა ჩაფიქრებულს მხედავს, ფიქრობს, რომ ნეგატივი მაქვს. ძალიან ბევრი საზრუნავი, როგორც ამას ეძახიან. ჩემი განცდები და სივრცეში უმისამართოდ ნასროლი სევდიანი მზერა სხვა არაფერია თუ არა თანაგრძნობა ყველა ცოცხალი არსების მიმართ. მე არ შემიძლია მუდმივად ვიფიქრო დადებითზე, როგორც ეს ბევრ სწავლებაში წერია. მე არ შემიძლია ყოველთვის ვიღიმებოდე. მაპატიე თუ რამეს არასწორად ვამბობ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თვალთმაქცობა არ შემიძლია. როგორ გავიღიმო, როცა ახლა სადღაც დედამიწაზე ვიღაცას შეიძლება საშენლად ტკივა, კიბოთი კვდება, ან ძაღლივით შია. სტატისტიკის მიხედვით ყოველ საათში თუ წუთსა და წამში არა, დედამიწაზე ხდება საშინელებები, ძალადობა, კატასტროფები. მე ვგრძნობ, რომ უნდა ვიმოქმედო. უნდა ვიმოქმედო, რათა გავაყუჩო დედამიწაზე არსებული ყველა ტკივილი. მხოლოდ მაშინ გავიღიმებ და გავიღიმებ დიდი ხნით. ადამიანები ალმაცერად მიყურებენ, როდესაც იგებენ ჩემს განცდებზე. ხედავენ, რომ მე ისე არ ვტკბები ცხოვრებით, როგორც სხვა ადამიანები და ბავშვები. ბავშვები მართლაც ბედნიერად გამოიყურებიან. ზრდასრულები კი ხშირად გაურბიან ისეთ პრობლემაზე ფიქრს, რომელიც მათ პირდაპირ არ ეხება. მე კი ხანდახან პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველაფერზე, რაც ხდება დედამიწაზე. ჩემს ამჟამინდელ სახლში და ვიგრძნობ ყველაფრისადმი ემპათიას, ვიდრე მე ვარ სხეულში ადამიანისა სახელად მილენა. სერიოზულად ვღელავ და განვიცდი, ვეძებ გზებს ჩემი ძმებისა და დების გადასარჩენად. როგორ ვიყო მათთვის მაგალითი თუ არ მინდა, რომ ბედნიერი ადამიანი ვითამაშო. ამბობენ, რომ მხოლოდ ბედნიერ ადამიანს შეუძლია სხვების გაბედნიერება, მაგრამ ჩემთვის ეს სიტყვები უბრალოდ ლამაზი სიტყვა წყობაა. მათი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა და თუ ისინი არ არიან ბედნიერები, მე, ვინც არ ვიღიმი ხშირად და უმიზეზოდ, როგორ გავხდე მათთვის მაგალითი. დღეს მოდურია მეგობრობა და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა. მე როგორც ყოველთვის ამჯერადაც უცნაური ვარ. მაპატიე უფალო თუ რამის გააზრებას ან აღქმას ვერ ვასწრებ ისე, როგორც საჭიროა. იქნებ დედამიწაზე ყველაფერი ისე უნდა იყოს და ვითარდებოდეს, როგორც არის. მე კი ჩემი იქნებ გადაჭარბებული ემპათიის მიუხედავად, ჯობია არ ჩავერიო არაფერში. ან იქნებ ჩემი მისია ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ჩემი წარუმატებლობის გამო არ დავნებდე და ვიყო მაგალითი ყველასთვის. ეს ეჭვის ჭია, ჩემი მიზნების სუფთა განზრახვების დამაბინძურებელი. იქნებ ჯობია მოვიშორო. გთხოვ დამეხმარე, რომ ყველაფერი სწორად გავიაზრო, აღვიქვა
დროულად გავაკეთო, სწორად და ეფექტურად გავცე. გმადლობ ყურადღებისთვის. შენ ყველაფერზე ჩემზე მეტი იცი და ამიტომ მოგმართე, რათა დავრწმუნდე იმაში, რომ ჩემი გეგმები შენს გეგმებს ემთხვევა და მხოლოდ სიკეთეს მოიტანს. ახლა დასაძინებლად წავალ, რომ სიზმარში ვნახო კიდევ ერთი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმი, რომლის მნიშვნელობასაც ისევ ვერ გავიგებ. რას ამწუხაროა ხედავდე სიზმრებს და არ იცოდე რატომ ხედავ ასეთს. და მეხმარე ამის სწორად გაგებაში, ჩემი სიზმრების ახსნაში, ჩემთვის მაინც. 2023 წელი 17 ივნისი, 1 საათი და 37 წუთი. მზიურ საქართველოში ვარ და ვწერ. ღვთის შეწევნითა და დედაჩემის დახმარებით შევძელი მოკლე დროში გადამეხადა ვალების ნაწილი, რაც ძალიან მინდოდა. 7 ივნისს შუაღამისას გავფრინდი ნიუ-იორკიდან საქართველოში. შინაგანი თავისუფლებით სავსე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი სამწლიანი ოცნება ახდა და უზომოდ მადლიერი ვიყავი ყველასი და ყველაფრისა, რაც დამეხმარა ამაში. ვალი უნდა გადაიხადო, პირობა უნდა შეასრულო, ასე გამზარდეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მრცხვენოდა, რომ ეს სწრაფად ვერ მოვახერხე. მაგრამ ახლა თავისუფალი ვიყავი ბანკის პროცენტის გადახდის ბორკილებისგან, რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გადაქონდა ჩემი ყურადღება ჩემი მიზნისგან. ახლა გაბედულად მივისწრაფვი იმისკენ, რის გაკეთებაც მინდა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ ვიცი ზუსტად როგორ მოვიქცე. მე ისიც არ ვიცი რა ხდება სამყაროს კულისებში, რომ ამას მაინც მიუხვდე. ღმერთის ნებას ხომ არ ვეწინააღმდეგები ჩემი ოცნებებით? ალბათ ყველაფერში დევს თავისი ღვთიური ჩანაფიქრი და ამის გაგება მარტივი არ არის. თუმცა ბევრ სხვასავით მეც ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. მე არასდროს ვწყვეტ სიღრმეებში შესვლას, შესასვლელებისა და გასასვლელების პოვნას, რათა შევცვალო ეს სამყარო და ყველა სამყარო ისე, რომ აღარ იყოს ადამიანთა ტანჯვა და მანიპულირება. ადამიანები არ ვგავართ მოკრივის მსხალს, რომელიც მხოლოდ დარტყმებით ამჟღავნებს თავის დანიშნულებას. ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ, რომლებთანაც საჭირო და შესაძლებელია ლაპარაკი სიტუაციის ასახსნელად, იმის გასაგებად, რა როგორ არის, რა სითხოვენ ჩვენგან, რისთვის არის ეს ყველაფერი. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვინ არის ის, ვინც აგვიხსნის ყველაფერს, გვატყუებს თუ არა. მე არ ვიცი როგორ არის სხვებთან, მაგრამ მე მჭირდება, უბრალოდ ძალიან მჭირდება კარმის გაგება, თუ ის არსებობს. მე უნდა ვიცოდე სიმართლე სიტყვებით. თავის სათაური ეჭვები კარმის სამართლიანობის შესახებ. მე მძულს სიტყვა კარმა, რადგან მჯერა, რომ თუ არსებობს წარსული ცხოვრება სხვის ინკარნაციაში, მაშინ მიუხედავად შეცდომებისა, ცოდვებისა, უსამართლობაა, როდესაც ადამიანი, რომელსაც მიზეზი არ ახსოვს, იღებს სასჯელს ან თუნდაც ჯილდოს ახლანდელ ცხოვრებაში.
ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომელთა სხეულიც განიცდის გვერდით ეფექტებს საკუთარი რეაქციებისგან. მე არ მყავს ერთი ისეთი მტერიც კი, რომელსაც ვუსურვებდი იმ ტკივილის თუნდაც მცირე ნაწილს, რომელსაც ადამიანი ეჯახება თავისი ცხოვრების მანძილზე. იმ დღეებში კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა თავში იმ ყველაფრის მნიშვნელობის შესახებ, რაც ხდება და მომეჩვენა, რომ ეს აზრი შეიძლება მართალიც იყოს. მაგრამ ვინ არის ის, ვისაც შეუძლია 100%-იანი სიზუსტით თქვას რამე? ერთი ის ვიცი, რომ კარმის არსებობის ან არარსებობის შემთხვევაში პატივი უნდა ვცეთ და გვიყვარდეს ყველა ცოცხალი არსება ჩვენს გარშემო. დიახ, ეს ბრწყინვალედ ჟღერს. იმდენად ბრწყინვალედ, რომ ამაზე კამათიც კი დაგეზარება ადამიანს. მაგრამ მე ვერ შევძელი ამ აზრს არ ჩავღრმავებოდი. რა ვთქვათ იმ გაბოროტებულ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის უყვარდათ მათ გარშემო მყოფებს. პატივს სცემდნენ მათ, მაგრამ ასეთი ნასიყვარულები გმირები მაინც გახდნენ სასტიკები, ბოროტები, დაუნდობლები. ხომ ხდება ასეთი რამეც? თუ ამაზე პასუხი მართლაც ამ აზრზენად მარტივია და იმაში მდგომარეობს, რომ მათ უბრალოდ სწორად ვერ გაიგეს სიყვარულის გაკვეთილი. არადა იქნებ მათ უთავბოლოდ ანებივრებდნენ, პატიობდნენ სიცელქეებს იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ღირსეულად გასაგებად აეხსნათ. შეიძლება სიტყვებით ახსნა მათთვის გაუგებარი იყო, ისევე როგორც ჩემი სიტყვები ფისოსთვის, რომ მაგიდაზე არ შეირნობდეს. ძალიან მაღონებს იმის შესაძლებლობაც კი, რომ ადამიანი, რომელიც ბოროტებას ჩადის, შემდეგ ცხოვრებაში შეიძლება იყოს იგივე მსხვერპლი, რომელსაც თავად მიაყენა ტანჯვა წინა ცხოვრებაში. ფაქტობრივად ხომ არავის ახსოვს თავისი წარსული ცხოვრება. მაგალითად, თუ წინა ცხოვრებაში მწყემსის შვილი მანიაკი იყო და უდანაშაულო ხალხი დახოცა, ამ ცხოვრებაში კი თვითონ გახდება მანიაკის მსხვერპლი. ეს ხომ უსამართლობა იქნება მამამისის თვალში? ღარიბი მწყემსი, ანუ მამა, რომელსაც არასდროს სმენია კარმის შესახებ, შეიძლება საშინელ დეპრესიაში ჩავარდეს შვილის დაკარგვის გამო. ამ დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს გულგრილობა მისი ნახირის მიმართ და თუ მამის ფიქრები მხოლოდ მწუხარებით იქნება დაკავებული, მისი საქონელი საკვების გარეშე დაიხოცება. ალბათ საწყალმწყემსსაც ოდესმე დაადანაშაულებენ, რომ შვილის დაკარგვა სათანადოდ არ შეეგუა და მოუწევს პასუხისგება დახოცილი პირუტყვისათვის. რა გამოდის? არავინ იცის, რატომ მოვიდა ამ ცხოვრებაში, მაგრამ თუ ვერ შეასრულა ის, რაც ევალება, ყველაფერი უფრო რთულდება. ეს ყველაფერი მაგონებს მრავალ უცნობიან განტოლებას, რადგან ბევრს წარმოდგენაც არ აქვს თავისი დანიშნულების შესახებ. ზოგი კი სულაც უარყოფს ამ თეორიას. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარსული ცხოვრება არსებობს, კარმა, ჩემი აზრით, იქცევა ძალიან მკაცრად, ბოროტებაზე უარესად. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა ამნეზიით დაავადებული ადამიანის დასჯა, ან წამება ადამიანისა, რომელსაც არათუ არ ესმის, რატომ აწამებენ და რისთვის, არამედ არ იცის, ვინ არის, ან უფრო ზუსტად არ ახსოვს, ვინ იყო წინა ცხოვრებაში და რა დააშავა ისეთი, რის გამოც სასტიკი გაკვეთილი დაიმსახურა.
ამნეზიით დაბადებულს ვგავართ ყველა და გავდივართ მწარე გაკვეთილებს, რომელთა აზრს ვერ ჩავწუდებით, სანამ არ გავიხსენებთ წინა ცხოვრების შეცდომებს. ასე ხომ ამ საკონტროლო გამოცდების ჩაბარება არ დამთავრდება. ბევრისგან გამიგია ეს ფრაზა: ეს რატომ დამემართა, ღმერთო, რა დავაშავე საამისო? მაგ დროს, როცა შეიძლება პასუხი გაიგონ, რატომ ისმის მხოლოდ მწარე სიჩუმე? ამას ჩემს მტერსაც არ ვუსურვებდი, თუნდაც მტერი მყავდეს. ერთხელ სეირნობისას დავფიქრდი იმაზე, თუ რატომ იტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები. მაგ დროს თითქოს პასუხი გავიგე მაგალითის სახით. უბრალოდ გამახსენდა ჰიტლერი, რომელსაც ესიზღებოდა ებრაელები, ისტორიიდან გამომდინარე. მან ბევრი ადამიანი მოკლა და შესაძლოა აწამა კიდეც. მსხვერპლთა შორის იყო უამრავი უმანკო და კეთილი გულის მქონე ებრაელი. შემდეგ თითქოს ავტომატურად გავიაზრე ასეთი დასკვნა. ჰიტლერი ვერასდროს ჩაწვდებოდა თავის უსამართლო და სასტიკ მოქმედებას, სანამ თვითონ თავიდან არ დაიბადებოდა სხვა სხეულში და ისეთ გარემოში, სადაც კეთილ და უმანკო ადამიანად ჩამოყალიბდებოდა, ვისი ცხოვრებაც სიმწარეში გავლის გზით დასრულდებოდა. მე გამიგია, რომ ჰიტლერს ბავშვობიდან ხელოვნება იტაცებდა და მას ჰქონდა ძალიან დიდი ენერგია შემოქმედებისთვის. სამწუხაროდ არ მიეცა საშუალება გაეგრძელებინა ის, რაც მას აინტერესებდა. შეიძლება მას არ დაუფასდა ხელოვნების მიმართ სიყვარული და უძლიერესი ნიჭი და სწორედ ამიტომ განიცადა ტრანსფორმაცია მისმა სიყვარულმა და ნიჭმა. მისმა ძლიერმა სიყვარულმა შეიცვალა მიმართულება ძალაუფლების სიყვარულისადმი და მოგვიანებით გადაიქცა ზიზღად ებრაელების მიმართ. ჰიტლერის ნიჭი ხელოვნებასთან დაკავშირებით გარდაიქმნა ძლიერ მმართველ ნიჭად და ზუსტად ამიტომ ბევრს ეშინოდა მისი და უძნელდებოდა წინააღმდეგობის გაწევა. ყველა სიბოროტეს აქვს თავისი ფარული მიზეზი. ნეტა როგორ არის ახლა ჰიტლერი და რას განიცდის? თუ არსებობს სამყაროში სამართლიანი კანონები, მაშინ რატომ არ იგონებს ის ჩვენი სწავლებისთვის უფრო ლოიალურ მეთოდს? იქნება ეს განვითარება სასწავლის მეთოდით მოსული სიტყვიერი ახსნით, რომელიც გაჟღენთილია მოსიყვარულე ზრუნვით და არა ცხოვრებისეული ფარული წყეპლით საშინელი სიტუაციების სახით. ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გამოვასწორო სიტუაცია და ვგრძნობ, რომ ამ წიგნის წერისას პასუხები მიახლოვდება. მე შევძლებ გავაადვილო ეს რთული თამაში, რომელსაც ადამიანის ცხოვრება ქვია და ამას გავაკეთებ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად. თავის სათაური სიყვარულის ძალის მოთმინების უნარი. არ ვიცი როგორ შევძლო უბრალო გოგომ უმაღლესი განათლების გარეშე ვიპოვო პასუხები და მივაწოდო ყველას, როცა ზუსტი პასუხებიც ჯერ კიდევ არ მაქვს. მთელი ჩემი ქონება არის ჩემი გულწრფელობა და ჩემი განზრახვა, გავამარტივო ცხოვრება სწორი ცოდნის გავრცელებით. ახლა ყველას ურჩევნია იმ ადამიანების მოსმენა და უსმენენ კიდეც მათ, ვინც ცხოვრებაში ბევრს მიაღწია, მაგრამ მე რას მივაღწიე? მე ის ვარ, ვისაც სურს ფარ და ახადოს ფარულ სასტიკ მანიპულაციებს.
მე ვარ ის, ვინც პატივს სცემს ყველა ცოცხალ არსებას და ვოცნებობ, რომ ჩემს სიცოცხლეში რაღაცა მაინც გავაკეთო, რათა სხვებს ცხოვრება გავუადვილო. სხვა შემთხვევაში არ მესმის, რატომ უნდა მოვსულიყავი ამ სამყაროში. ხანდახან მგონია, რომ ღმერთს სჭირდება ჩვენი დახმარება, ჩვენი ერთობა, ჩვენი ყოფნა დედამიწაზე ერთმანეთისთვის მისაბაძი მაგალითის სახით. ხან კი მეჩვენება, რომ ღმერთი დიდი მოთმინებით გველოდება და მას სურს ჩვენ შევქმნათ ხელსაყრელი პირობები, რათა მან კარგად იგრძნოს თავი. მაშინ ჩვენთან პირდაპირი კავშირის სახით მოვა და სიხარულით დაგვიკავშირდება, თან ისე აშკარად, რომ მისი კეთილგანწყობით გარშემომყოფებიც კი დატკბებიან. ისეთი დიადი სტუმრისთვის, რომელიც ყოველთვის ჩვენთან და ჩვენშია, მჯერა, რომ აუცილებელია სიყვარულის დათესვა და თანადგომა გარშემომყოფთა მიმართ. ეს გავს დიდი ხნის ნანატრი სტუმრისთვის მდიდრული სუფრის გაშლას, ურთიერთგაგებისა და უპირობო სიყვარულის მშვენიერი გემოთი. უფალო და მეხმარე შევაჩერო ყველა მანიპულაცია, რასაც სამყაროში ბოროტება მოაქვს. და მეხმარე ვიხსნა ეს სამყარო აშკარა და ფარული ტყუილებისგან. და მეხმარე ვიყო ისეთი ეფექტური მაგალითი სხვებისთვის, რომ მათ გამოიყენონ ეს თავიანთ ცხოვრებაში და იყვნენ უფრო ბედნიერები. გთხოვ, ჩემი ცხოვრება ისეთი გახადო, რომ სხვებმა გამოიყენონ საკუთარი თავის და გარემოს სასარგებლოდ. და მეხმარე სწორედ ცოდნის ინსტრუმენტების შესაძლებლობის მიღებაში, რათა ვაჩვენო მოწყალების ძალა და დავიცვა საკუთარი თავი იმისგან, რაც დამაზიანებს. იმედია ორივეს ერთი და იგივე გვინდა. მე მინდა მთელი ცხოვრება გადიდებდე და გმადლობდე. ახლა ვგრძნობ, რომ უნდა ვიმოქმედო შენს სადიდებლად და შენი შვილების საკეთილდღეოდ. გმადლობ, რომ შევიტყვე იესოს შესახებ ბიბლიის და არა მხოლოდ მისი მეშვეობით. თავის სათაური, ნუ თუ ჩემი ოცნებები ასახდენად არარეალურია. 2023 წლის 4 აგვისტო, დილის 4 საათი და 10 წუთი. საქართველოში ვარ და ძალიან მიხარია ეს. ახლა ხანს ჩავაბარე მისაღები გამოცდები ინსტიტუტში, სწავლის აღსადგენად და კახეთში დასვენებაც მოვახერხე. 2 სართულიანი კოტეჯი ვიქირავე და იქ ძალიან მშვიდად გავატარე დრო ჩემს ახალ მეგობართან სახელად მოდისთან. მოდი არის კნუტი, რომელიც ჩემმა მეგობარმა იპოვა დაახლოებით 3 კვირის წინ. ის ძალიან ავად იყო. სიარული არ შეეძლო და თვალებზეც პრობლემა ჰქონდა. ჩემი მეგობარი იმ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობდა და დამირეკა, რომ კნუტს დახმარება სჭირდება, თორემ დაიღუპებოდა. ღამის 12 საათისთვის სასწრაფოს მანქანით მომიყვანა ეს საოცრება და მეორე დღეს ერთად წავიყვანეთ ვეტერინართან. გადაუსხეს ვიტამინები, გლუკოზა და ახლა გიჟივით დარბის. ეს კატა ჩემს ცხოვრებაში სწორედ საჭირო დროს შემოვიდა. ვოცნებობ შევქმნა ადამიანთა საზოგადოება, სადაც აქტიურად განიხილება და მოგვარდება სხვადასხვა პრობლემა. ამ სამყაროში ან თუნდაც იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ქვია, ბევრი რამ გვიშლის ხელს სულიერ განვითარებაში.
ბევრი რამ არ გვიტოვებს დროს იდეების გაზიარებისა და ახალი თაობისთვის კეთილი მომავლის შესაქმნელად. ჯერ გადავწყვიტე მეპოვა ჩემნაირი ადამიანები და გამეერთიანებინა Facebook-ის ჯგუფში Nice Choice, რომელიც 3 წლის წინ შევქმენი. რას არ ვაკეთებდი? კოსმეტოლოგი რომ გავხდი, გათამაშება მოვაწყე და ვთხოვდი ჯგუფის წევრებს, რომ თავიანთ გვერდზე გამოექვეყნებინათ და ნებისმიერი კომენტარი დაეწერათ პოსტზე, სადაც სპა პროცედურა თამაშდებოდა. მაგრამ ძირითადად ადამიანები კომენტარს წერდნენ ჯგუფის პოსტის გაზიარების გარეშე. მინდოდა პოპულარული გამეხადა ეს Facebook ჯგუფი, მაგრამ საქმეები ძალიან ნელა მიდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ მე გამოვიყენე კოსმეტოლოგიის პროფესიის საჭიროება და გათამაშებები, რათა დამეინტერესებინა ხალხი უკეთ გამეცნო მათთვის საკუთარი თავი და ახალი წევრები დამემატებინა ჯგუფში. მოგვიანებით მინდოდა ნებისმიერი ცოცხალი არსების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა იდეები, გამოცდილება, დაგვეწერა რჩევები, გადაგვეწყვიტა პრობლემები. მე თვითონ ვარჩევდი ხალხს, ვამატებდი ჯგუფში, მოსაწყენი სამუშაოა დამატება, მაგრამ მხოლოდ 3000 წევრიანი ჯგუფი შეიქმნა. მე იქ დავწერე ჩემი შეხედულებები, მოვუწოდებდი წევრებს მოეწვიათ მეგობრები, მაგრამ შედეგი მაინც მიზერული იყო. მე მინდოდა ემიგრანტები გავერთიანებულიყავით და თითოეულს $5 მაინც დაგვედო იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას ესწავლა და განვითარებულიყო, იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე ემუშავად ბინის ქირისა და საარსებო სარჩოს მოსაპოვებლად. მეგონა, რომ ჩვენ შევძლებდით ახალი თაობებისთვის, ვინც ქირის გადახდის გამო ბევრს მუშაობს და არ რჩება დრო სწავლისთვის, გვეყიდა ბინა ან აგვეშენებინა მათთვის უფასო საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსის სახით. როგორც ჩანს, ჩემი ოცნებები და იდეები ძალიან გრანდიოზულია იმისთვის, რომ რეალობად იქცეს. ასევე მინდოდა შემექმნა ადამიანთა საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს გაუზიარებდა თავის სულიერ გამოცდილებას და ამით გამოიჩენდა კეთილ განწყობას და ინტერესს შენდამი ძვირფასო შემოქმედო. მე ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ჭკვიანი და გონიერი ადამიანია. მიუხედავად ამ ადამიანების პროფესიისა და ცხოვრებისეული შეხედულებებისა, მჯერა, რომ თუ მათთან გავერთიანდები ჩემი იდეების გაზიარებით, თუ როგორ გაუმჯობესდეს ადამიანების სულიერი და მატერიალური ცხოვრება, მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ჩემი გუნდი გულადები, როცა იქმნებოდა, ვფიქრობდი, რომ გუნდის წევრები ხშირად შევხვდებოდით ერთმანეთს და ერთად გავაკეთებდით კეთილ საქმეებს, სულიერი განვითარების ჩათვლით. მაგრამ ამ ზაფხულს, სანამ მე არ ვიყავი მათ გვერდზე, ამერიკაში, ჩემი ფანტასტიკური ჯგუფი იმდენად პასიური გახდა, ჩემს გარეშე შეკრებასაც ვერ ახერხებდნენ. შეიძლება მე ძალიან სუსტი, ზოგჯერ უტაქტო ან არასაკმარისად მკაცრი ვარ, რადგან არ ვიცი რა არის ამ სტაგნაციის მიზეზი. ან იქნებ უბრალოდ ყველამ ერთად გადაწყვიტა, რომ ზაფხულში დაესვენა? ან იქნებ იზიარებენ ოშოს ნათქვამს? მგონი, რომ მან ასე თქვა: მიიღე ეს სამყარო ისეთი, როგორიც არის და ნოეცდები მის შეცვლას. თავის სათაური მორჩილების უნარი ბობოქარ გულში რთული საქმეა. ამბობენ, მორჩილება ძალიან მაგარიაო. ნუ თუ მართლა შესაძლებელია, რომ მორჩილება იყოს ჩემი მოწოდება,
მე კი არ ვემორჩილებოდე? ნუ თუ მთელი ჩემი ცდები და მცდელობები გავუადვილო ცხოვრება ყველას და დავეხმარო ბევრს, არის ის, რასაც ქვია ეგო. ნუ თუ უნდა დავნებდე გაუთავებელი წარუმატებლობისა და იმედგაცრუების გამო? ან განა ეს წიგნი არის ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც შემიძლია ან შემეძლო სხვებისთვის? აი, გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, გიზიარებთ და გიზიარებთ, მაგრამ იქნება კი ეს სასარგებლო მკითხველისთვის? მისცემს კი ეს წიგნი მკითხველს სტიმულს და ყოვლის შემძლე მოტივაციას საიმისოდ, რომ აკეთოს ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება, თუ დავწვა სანამ გამოქვეყნებულა? 9 აგვისტო, შუაღამე 44 წუთი. ინსტიტუტში მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ჩემ მიერ მიღებული ქულებით ფსიქოლოგიურზე ჩარიცხვის შესაძლებლობა უფრო მაღალია ვიდრე სამედიცინოზე. ბიოლოგიაში მაღალი ქულები მივიღე, მაგრამ ქიმიაში არ გამიმართლა. მე მართლა ვცდილობდი როგორც შემეძლო, ვმეცადინეობდი, ვსწავლობდი, ღამეები არ მეძინა. მე ხომ მინდოდა მემკურნალა ჰიპნოზის და უზენაესი ძალების გამოყენებით ცნობიერებისა და ქვეცნობიერის მეშვეობით. ხოლო შედეგში დასარწმუნებლად როგორც ექიმს, პაციენტი გამეშვა ეკოსკოპიაზე ან სხვა კვლევაზე, მაგრამ ამაოდ. მისაღებ გამოცდებზე მიღებული ქულები უკვე გამოაცხადეს და როგორც ჩანს, ჩემი შედეგი საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ ჩავირიცხო ფსიქოლოგიურზე, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის მივუთითე კითხვარში, სადაც შემეძლო ჩამეწერა სხვადასხვა ინსტიტუტი და პროფესია. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს საქართველოში. ძალიან ბედნიერი ვარ. აქ თითქოს არც მჭირდება ბევრი მიზეზი, რომ ბედნიერი ვიყო. თუმცა იმის გაფიქრებაზეც კი, რომ 9 დღეში ამერიკაში მივდივარ, შიში მეუფლება და ეს ხდება ყოველ ჯერზე, რაც ამ საოცარ ქვეყანაში ყოფნის დრო მეწურება. საშინელება ამერიკაში ცხოვრება, ნაქირავებ ბინაში, სადაც თვიდან თვემდე ცხოვრობ, უგემურ, მაგრამ ძვირადღირებულ საჭმელს ჭამ და არ გაქვს საშუალება იფიქრო სხვა რამეზე, გარდა ფულის შოვნისა და კოსმეტოლოგიის სფეროში რეკლამისა. ახლა დილემის წინაშე ვარ. როგორც ყოველთვის სასწაულის იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე საერთოდ არ ჩანს. გამოცდებში მაღალი ქულები იქნებოდა ეს სინათლე და ჩემი ოცნების ასრულებისთვის მხოლოდ 1 ან 2 წელი დამჭირდებოდა. ახლა კი ან ფსიქოლოგია უნდა ვისწავლო, ან მედდის პროფესიას დავეუფლო, რომლითაც შემიძლია გავაკეთო ბოტოქსი და ფილერი, მაგრამ არა, ეს არ არის ის, რაც მე მინდა. მომიწევს დიდი ყურადღება მივაქციო კოსმეტოლოგიის პროფესიას, თორემ თვითონ თვემდე თავსაც ვერ გავიტან. ახლა ვფიქრობ, რა ვქნა, 1 გროშიც არ მაქვს გადადებული. 4 წელი ფსიქოლოგიის სწავლა ჩემთვის საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ მთელ ჩემს დროს წაიღებს ამ 4 წლის განმავლობაში. დედა ჩემს ძალიან უნდა, რომ ამერიკაში ვიცხოვრო მის გვერდით. ის ოცნებობს იქ-ბინის ყიდვაზე და მე ვოცნებობ დავეხმარო ამაში. მაგრამ ამისთვის იქ უნდა ვიცხოვრო. სამწუხაროდ იმის მიუხედავად, რომ ფსიქოლოგიურზე ჩავირიცხე და არა იმაზე, რაც მინდოდა,
მომიწევს უარი ვთქვა საქართველოში სწავლაზე. ასევე ვწუხვარ, რომ ამ მოკლე დროში ვერ მოვახერხე საბუთების გაკეთება ჩემი კნუტისთვის. და ახლა ყოველი დღე, რომელიც დამრჩა მასთან გასატარებლად, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სამყარომ გამომიგზავნა სიყვარულის ეს შავი ბურთი მოდის სახით. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, როცა უამრავი ადამიანი დაუზოგავად მკიცხავდა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელშიც ყველა მინდოდა გამეერთიანებინა, რათა ერთად გვეთესა სიკეთე იდეების გაზიარებით. არასწორად გაიგო ხალხმა ჩემი პოსტი და ტანკივით გადამიარეს. თუმცა ზოგიერთი ადამიანი ჩაასწვდა ჩემს განზრახვებს და მხარი დამიჭირა. ამდენ განკითხვას და ცუდ კომენტარებს არ ველოდი ჩემ მიმართ, თითქოს ის, რისიც მეშინოდა, ამიხდა. ეს ნიშნავს, რომ ერთხელ უკვე არასწორად გამიგეს ადამიანებმა და შეიძლება მე უნდა მეტი ვიმუშაო საკუთარი აზრების სწორად გადმოცემაში. მე უკვე განვიცადე შეურაცხყოფის სიმწარე და აღარ მეშინია შემდგომშიც ვიყო ის, ვინც ვარ. საშინელებაა უშედეგო მცდელობა, მაგრამ აქედანაც ვიპოვი გამოსავალს. და როგორც ოშო ამბობს, ავიღებ და ყველაფერს თვითდინებაზე მივუშვებ, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რომ ჩემი ცოდნით და სიყვარულით ვცდილობდი გამომეყენებინა ნებისმიერი რესურსი და გამეუმჯობესებინა ეს სამყარო. აქ მოთავსებულია ჩემი ნახატი, რომელსაც ქვია დინების წინააღმდეგ ცურვით დაღლილი ბობოქარი გული. ეს ნახატი დაუსრულებელია, რადგან ცხოვრების სიუჟეტები ცვალებადია. ისე ძალიან არ მინდა ამერიკაში დაბრუნება, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე თევზივით მარტო ცოტა დავიღალე. ღმერთმა და ბედმა ინებოს, რაც ჩემთვის უკეთესი იქნება, იქნებ მათ უკეთიციან. შესაძლოა, რაც მე სამწუხაროდ მეჩვენება, რეალურად არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე ჩემი გეგმები და იდეები. იქნებ ხვალემ იზრუნოს ხვალისა და ყველაფერი საუკეთესოდ მოაწყოს. 2023 წელი 9 აგვისტო, 1 საათი და 54 წუთი. ჩემი კატა თითქმის იმ დროს დაიკარგა, რაც წინა სტრიქონების წერა დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ თავს ვიკავებ მღელვარებისგან, ცრემლები მაინც მომდის. ამ საღამოს, როცა ჩემს შავ სიყვარულს მოდის ვუყურებდი, ვფიქრობდი, როგორ დავიღალე ცხოვრების სევდიანი გაკვეთილით, რომელშიც სამყარო მასწავლის მორჩილებას და გაშვებას. ამაზე ფიქრი განმიახლა სამშობლოსთან მორიგი განშორების მოახლოებამ და იმან, რომ არ მინდოდა კნუტთან დაშორებაც, რა კი მისთვის დოკუმენტების მომზადება შეუძლებელი იყო. დიახ, ვფიქრობდი, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვნახავდი, თუმცა ფაქტობრივად რამდენიმე წუთში მოხდა ის, რასაც აზრის მატერიალიზაცია ქვია. ძალიან მოწყენილი ვარ. მისი ბოლო გამოხედვა ისეთი გამჭოლი და ტკბილი იყო, რომ გავიფიქრე, დიდხანს ვეღარ ვნახავ, მეთქი უცებ თვალწინ წარმომიდგა. ნაზად შემომხედა, თვალები მოჭუტა, ნიკაპი ასწია და ნელა ჩამიკრა თვალი.
თითქოს რაღაცისთვის მადლობას მიხდიდა და ესმოდა ჩემი. მე, რომელიც ამშვიდებს სხვებს, სტიმულს და თავდაჯერებულობას მატებს, ჩემს კნუტს ვერ ვპოულობდი. ჭამის წინ ყოველთვის ჩანგლით ვაკაკუნებდი მის თეფშზე და ისიც მოდიოდა. ახლაც ქუჩაშიც კი გავედი თეფშზე ვაკაკუნებდი და ვეძახდი, მაგრამ არ გამოჩენილა. მე როგორი დედა ვიქნები, კნუტსაც ვერ ვუვლი მეთქი, გავიფიქრე. არადა მანამდე ვეძებდი ადამიანს, რომელიც შეიფარებდა და მოუვლიდა, სანამ საბუთები გაკეთდებოდა. მაგრამ ვაი, ეს იმედი მომკლავს. მოლოდინი ხომ საშინელებაა, თუმცა როცა არაფერსელი მელანქოლიაში ვარდები, გვამი ვითხარ. არტირი, მაგრამ არც გიხარია. როცა პატარა ვიყავი, არ მიყვარდა რამით აღფრთოვანება და გახარება, რადგან იმედგაცრუება უფრო საშიშია ვიდრე სიხარული. ვისწავლე, რომ ყველაფერი გადაჭარბებულად არ მიხაროდეს, მაგრამ ჩემი ცრემლებით თუ ვიმსჯელებ, ძლიერი სიყვარულისგან თავის დაცვა ვერ შევძელი. არ ვიცი დამიბრუნდება თუ არა კნუტი. ის შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რათა მე მკურნალა მისთვის, თუ პირიქით, რომ მე განმკურნოს, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ უპასუხისმგებლო ვარ, შემთხვევით კარი ღია როგორ დავტოვე. ვიცი, რომ ჩვენ სეზონში არ არის. ბიძა ჩემი არკადიც კი მიეჯაჭვა მას. არც ჩვენი ძაღლი უყებდა კნუტს. როგორც ჩანს, მოდი, ცნობის მოყვარეობამ უფრო შორს წაიყვანა ვიდრე ველოდი. ნეტა კიდევ ნახავ მას და თუ კი 2023 წელი, ისევ 9 აგვისტო 2 საათი და 36 წუთი. იმავე ღამეს 1 საათის შემდეგ. და თუ კი წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფრაზის შემდეგ ძალიან მალე 9 საათში ჩემი შავი სიყვარული მოდი იპოვეს. სამზარეულოში თაროზე იწვა, გასაკვირია, რომ არ მეხმოურებოდა. ბიძა ჩემ არკადიმ გაიღვიძა ჩემს ხმაურზე და უცებ მესმის ჩუმი მიაუ. ჩემი შეუწყვეტილი ძახილის პასუხად. მაშინვე ჩავიხუტე ჩემი პატარა, შემდეგ კი ხანმოკლე უცნაურობა დამეუფლა. საწოლში ვიწექი, ჭერს მივშტერებოდი და თითქოს ფიქრები ჩერდებოდა. ვერ ვხვდებოდი სიზმარი იყო თუ ცხადი, რომ ამ შავი პატარა აუწონავი განძის გამხდარი, მაგრამ უსაყვარლესი კნუტის გაბრაზებულ ცნობის მოყვარე მზერას ისევ ვუყურებდი. გული თითქოს ახლიდან ამიძგერდა და აღარც სუნთქვა იყო მტკივნეული. მთელი ამ ხნის განმავლობაში სოლარიუმში კანის დამწრობით მიღებული დისკომფორტიც კი დამავიწყდა და აქ მივხვდი, რომ არც ღირდა წუხილად ისეთი მცირე პრობლემა, როგორიც სოლარიუმში კანის დამწრობაა. ყოველივე რაც გაივლის, რაც მორჩება და აღდგება, ისეთი უბედურება არ არის, როგორიც საყვარელი ადამიანების დაკარგვა. შესაძლოა ცხოვრებაში ყველა მოვლენაც არ არის უბედურება, რადგან ადრე თუ გვიან უნდა დაემშვიდობოს საკუთარ ადამიანურ სიცოცხლესაც კი. მადლობელი ვარ შენი სამყარო, რომ დამიბრუნე სიხარული სულში, მიუხედავად იმისა, რომ არც ეს არის სამუდამო.
2023 წლის 23 სექტემბერი დღე თავის სათაური დაბრუნება იქ, სადაც დოლარები და ბედნიერება ვითომ ადვილი საშოვნელია. თვეზე მეტია, რაც მზიანი საქართველოდან ნიუ-იორკში ჩამოვედი. აგვისტოს ბოლოს გავიგე, რომ ვერ მოვხვდი სამედიცინო ინსტიტუტში, მიუხედავად ჩემი იმედისა და მცდელობისა. სამაგიეროდ ჩავირიცხე ფსიქოლოგიაზე, ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომელიც სხვა ქვეყნებში არ არის აღიარებული და 4 წლიან სწავლას მოითხოვს. გადავწყვიტე არ წავსულიყავი სასწავლებლად ამ ინსტიტუტში, რადგან ამას დიდი დრო სჭირდება და ჩემი მიზანით სულ სხვა იყო. როგორც ექიმს მე შემეძლო დამემტკიცებინა უზენაესი ძალების არსებობა, რომლებიც გვეხმარებიან. თეორიები ადამიანთა ცხოვრების წესებისა და შედეგების შესახებ ადვილად დამტკიცდებოდა თუ დაავადებები და სნეულებები გაქრებოდა და მე პირადად შევძლებდი მტკიცებულებების შეგროვებას. ბოლო დროს დავიწყე ყველა ჩემი იდეისა და მოქმედების არსის ძიება, რადგან შედეგები ძალიან დამრთქუნველია. გუნდი აღარ არის აქტიური. ბევრი არ მოდის შეხვედრებზე იმ საბაბით, რომ ყველას აქვს საქმე, სჭირდებათ სწავლა, მუშაობა და ეს არ აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს. მე მეგონა, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ტყუილია. ვცადე და სულ ეს არის, რაც ვიცი ჩემს შესახებ. ვიცოდი, რომ არსებობდა სიმართლე, რომელიც ყველას გაუადვილებდა ცხოვრებას. და ვფიქრობდი, რომ გუნდთან ერთად ამ ჭეშმარიტების გაგება შეიძლებოდა უფრო სწრაფად, მხიარულად, გონივრულად და ეფექტურად. აი მე რომ მქონოდა ფული, რათა ხელფასი გადამეხადა მათთვის ამ კვლევისა და ამ შეხვედრებისთვის, იქნებ ყველაფერი უფრო სტაბილური და პროდუქტიული ყოფილიყო. თუმცა ჩვენ არ ვნებდებით და ვიყენებთ ყველანაირ საშუალებას, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდეს. მე არ მომწონს ფრაზა, რომ შეიძლებოდეს, რადგან ის მოქმედებას გამორიცხავს. მას შემდეგ, რაც ჩემი საყვარელი სამშობლო დავტოვე და ნიუ-იორკში ჩამოვედი, თითქოს რაღაც ჩაკვდა ჩემში. თითქოს სიხარულის მელოდია ჩემში იმდენად ხმადაბალია, რომ ძნელი მოსასმენია. სრული სიმშვიდე დამეუფლა. ნებისმიერი აზრი, დადებითი თუ უარყოფითი, მაღიზიანებდა და თითქოს ავტომატურად ვახშობდი. მეგონა, რომ არაფერს ჰქონდა აზრი. ახლა თითქოს გავდივარ მორჩილების გარკვეულ ეტაპს. ვიღებ რა ამ სამყაროს და მოვლენებს ისე, როგორც არის. არ ვიცი როგორ ეკიდებიან განმანათლებები ასეთ რამეს, მაგრამ პირადად მე ცოტა გაფრაზებული ვარ. ამდენი ხანი უმოქმედო ვარ. სამყაროს გაუმჯობესებაში არ ჩავრეულ ვარ და რა გამოდის? იქნებ ყველაფერი კარგათა ამ სამყაროში და მე მჭირს რაღაც. იქნებ ყველაფერი განუზომელი კონტროლის ქვეშაა და იქნებ ჩვენ ადამიანებმა უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ, რომ გადავრჩეთ და არაფერზე არ უნდა ვიფიქროთ. ნუ თუ ამ ქვეყნად მხოლოდ პური და სანახაობა ითვლება დასვენებად. ნუ თუ მართლა არ სურთ ადამიანებს თავისუფალ დროს ერთმანეთთან შეხვედრა და იმ ფიქრის გაზიარება,
რომ ღმერთი არსებობს და რომ მისი წყალობა რეალურია. ნუ თუ ფული წყვეთს ყველაფერს და ასეთი ფილოსოფიის გუნდის გასამრავლებლად ხელფასის სახით უნდა დავაინტერესო ახალი ადამიანები, რათა ჩვენთან ერთად გაატარონ რამოდენიმე საათი კვირაში ერთხელ. მე უზომოდ მადლობელი ვარ იმ აქტიური ადამიანების, ვინც პოულობს დროს ასეთი შეხვედრებისთვის უანგაროდ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვცხოვრობ სამყაროში, სადაც არაფერია 100%-ით ნათელი. ყველა ჩემი მცდელობა გავაუმჯობესო სამყარო, რომელშიც მოვედი, უშედეგოა. თითქოს ცხოვრება ან ვიღაც იქ მეუბნება. ამ ქვეყნად სტუმარი ხარ და სათანადოდ მოიქეცი. სხვანაირად აზრი არ აქვს აქ წესრიგის დამყარებას. ღმერთს შენი დახმარება არ სჭირდება. ეს შენ მოიგონე, რომ რა კი მას პირისპირ არ უსმენენ, შეგიძლია იპოვო ღმერთის ჭეშმარიტება, დაამყარო ადამიანთა შორის და სამყაროთა შორის ურთიერთობები ისე, რომ არავინ არასდროს იგრძნოს თავი ცუდად. ამერიკაში დაბრუნებული ფულის შოვნის საჭიროების გამო ისევ ჩავები დამღლელ და თითქოს დაუსრულებელ რბოლაში. იმედგაცრუებისგან დახლილი შინაგანად გავიყინე. შეიძლება იმედგაცრუება და წარუმატებლობა თან იმიტომ მდევს, რომ ვიგრძნო რამდენად ძლიერი და შეუვალი ვარ, მაგრამ შესაძლოა ყველა ეს წარუმატებლობა მემართება რაღაცისგან დასაცავად. შეიძლება არც ასეა და სხვანაირად არის. ჩვენ ვცხოვრობთ თამაშში, რომელიც უნდა მოვიგოთ, მაგრამ წესები გარკვევით არ ჩანს. ბევრი ადამიანი ადგენს საკუთარ წესებს, ცხოვრობს საკუთარი თავისთვის და არც კი ეჭვობს, რომ მათი წესები ეწინააღმდეგება ღვთის წესებს. ხანდახან მეშინია ადამიანების, რომლებიც სამართლიანობის საფარქვეშ სხვა ადამიანებს ბოროტებას უსურვებენ. მათ ავიწყდებათ ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ყველას გაუადვილებდა ცხოვრებას, თუ მას ყველა ლოზუნგად მიიღებდა. ეს ფრაზა იესომ თქვა და მისი შინაარსი იმაშია, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც ჩვენ გვსურს, რომ მოგვექცნენ. ასეთი დამოკიდებულება შეაჩერებდა კარმის მძლავრ ხაფანგებს და მაშინ აუცილებლად ვიგემებდით სამართლიანობის მთელ სიხარულს. თავის სათაური, იმედგაცრუებისგან მიღებული პანჩური, როგორც გაცნობიერება. ცხოვრებაში პირველად მეწოდება საკუთარი თავი. მე დიდ პატივს ვცემ ჩემს სულს, სხეულს, იმედებს და თუნდაც ჩემს სულიერ სიცარიელეს, სადაც დრო და დრო ვისვენებ ყველაფრისგან, მათ შორის საკუთარი თავისგან, მთელი ქვეყნისა და საკუთარი ფიქრებისგანაც კი. ზოგჯერ სიტყვებს გამოსახულება და მნიშვნელობა ეკარგება ამ სიცარიელეში. სიჩუმეა და მორჩა. იქნება ეს არის გასხივოსნება? საქართველოში ყოფნისას თვალები უნებურად მევსებოდა ცრემლებით, როცა გამიელვებდა ფიქრი, რომ ამერიკაში უნდა დავბრუნებულიყავი. ყოველ ჯერზე,
როცა ამერიკაში მივდიოდი, რათა საქმეები მომეწესრიგებინა და დავბრუნებულიყავი, ახალ-ახალი პრობლემების მახეში ვვარდებოდი, რომლებიც მაიძულებდნენ, რაც შეიძლება გვიან დავბრუნებულიყავი სამშობლოში. ამ პრობლემებს შორის უმთავრესი იყო ჩემი ცრუ იმედი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა თუ ძალიან მოვინდომებდი. ნიუ-იორკში დაბრუნებაზე უბრალო ფიქრითაც კი გული მტკიოდა, რადგან პირველად არ მივდიოდი ეგრეთ წოდებულ 64-სებური შესაძლებლობების ქალაქში, რომელიც ზოგჯერ ჯოჯოხეთად მეჩვენებოდა. მივდიოდი და ვგრძნობდი, რომ ისევ მარცხი მელოდა. დღეს 23 სექტემბერია. ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა ადამიანებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაველაპარაკო ღმერთს, ასევე მის მენეჯერებს, ანგელოზებს. ო ღმერთო, რომელმაც უწყი ყველაფერი, როგორ, რატომ, რისთვის და რა მიზეზით. შენ ჩემზე უკეთიცი ყველაფერი, მე მხოლოდ უნდა გამოვიცნო. ახლა მიუხედავად ჩემი გარეგნული სიმშვიდისა, შენი დახმარება მჭირდება. გთხოვ, დამაყენე გზაზე, რომელიც სიხარულს და ჯანმრთელობას მოგვიტანს მე და ჩემს გარშემო მყოფებს. მაპატიე, რომ სამყაროს გაუმჯობესების სურვილით ვერაფერს გავხდი. მე ვერ ვიპოვე ურყევი ჭეშმარიტება, რომელიც გადაგვარჩენს ილუზიების შედეგებისგან. მაპატიე, თუ ვერ შევძელი ჩემი არჩეული გზა. დავიბენი, ჩემი სიმამაცე მოკვდა, ჩემს იმედს საწამლავის გემო აქვს. ჩემი სიყვარული და კეთილგანწყობა ხალხის მიმართ ისეთივეა, როგორც ყოველთვის, არ შეიცვალა. თუმცა მწყინს და ვბრასდები, რომ კეთილმეგობრული გოგონას გარდა არაფერს წარმოვადგენ. არაფერი გამომივიდა ისე, როგორც მინდოდა. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, სირთულებმა მაჯობა. იქნებ ამ სირთულეებით გინდოდა ჩემი გადარჩენა რაიმე ზედმეტის და სრულიად არასაჭიროსგან. უფალო, შენ უკეთიცი. მხოლოდ ერთი რამ გავიგე, მაგრამ არა ზუსტად. ადამიანი მცირე ძალისხმევითაც მიაღწევს იმას, რისკენაც ისწრაფვის. ყველაფერი სწრაფად და მარტივად სრულდება, თუ შენი ნებაა. მაგრამ თუ ეს შენი ნების წინააღმდეგოა, მაშინაც კი თუ ადამიანი ყოველდღიურად ოცნებობს, მოქმედებს, იყენებს ყველაფერს, ყველა სოციალურ ქსელს, ყველას აგებინებს თავისი განზრახვების შესახებ, ითხოვს დახმარებას საჭიროების შემთხვევაში, მოკლედ, მიუხედავად ადამიანის ძალისხმევისა, მისი შრომა ამაოა. ბუზივით ვასკდები მინას და ვცდილობ დავეხმარო ჩემს თავს და სხვებს. ძალიან დავიღალე უფალო, დავიღალე შეცდომების დაშვებით, დავიღალე სასჯელით ამ შეცდომების გამო. ყველაზე მეტად კი დავიღალე იმით, რომ ჩემი ოცნებების მჯერა. სხვათა შორის ამბობენ, რომ დღეს ოცნებების დღეა. ოცნებები შეიძლება ახდეს, მაგრამ წარმოიდგინე, შენს საყვარელ შვილს მილენას ყველა ოცნება დაეფერფლა.
მაპატიე რომ შევეცადე შენს იდეალურ სამყაროში რამის შეცვლას. მაპატიე რომ მეგონა ჩემი დახმარება გჭირდებოდა შენც და შენს შვილებსაც. მაპატიე რომ ასე გააფრთებით ვეძებდი რაღაცას, რაც ჩემი საპოვნელი არ იყო. შეიძლება სულ სხვა გეგმები გქონდა ჩემთან დაკავშირებით, მე კი გიმტყუნე. მაპატიე იმისთვის, რაც არ მახსოვს. მაპატიე რომ ვაკრიტიკებდი შენს მფარველ ანგელოზებს. მათ ვადანაშაულებდი როგორც სხვების, ასევე ჩემს უბედურებასა და გასაჭირში. მე ვფიქრობდი, რომ თუ ისინი ხალხს კარნახობენ, რა არის სწორე და რა არის უკეთესი, მაშინ ისინი ამას ძალიან ცუდად აკეთებენ. მოკლედ, მეგონა ცუდად ასწავლიდნენ, როგორც სკოლაში, როცა ზოგი მასწავლებელი ძალიან ჩუმად და ერთფეროვნად ხსნის გაკვეთილს. მე მინდოდა უკეთ გამეცნო ეს ანგელოზები და ამეხსნა მათთვის თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა მათი დახმარება უფრო პროდუქტიული ყოფილიყო. და იმის მიხედვით, რასაც ვწერ, ვგრძნობ, რომ თავის ყოვლის მცოდნედ წარმოვიდგინე. უფალო, ეს არ არის ფუჭი სიტყვები, ვინც რა უნდა გითხრას ჩემზე. ეს მცდელობა ვყოფილიყავი ადამიანი და მეხმარა უკეთ გამეგო სხვა ადამიანებისთვის. დიახ, შეიძლება რთული იყოს ანგელოზებთან დისკუსია, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას აქვს უფლება იცოდეს ცხოვრებისეული ინსტრუქციები. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება საკუთარი მიზნის ცოდნის გარეშე წარმატებული იყო? ზოგი თვლის, რომ დახმარება ბოროტებაა, რადგან ასე ვაზარმაცებთ ადამიანს, მაგრამ ზოგი სხვანაირად ფიქრობს. მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ ამაზე? რას ფიქრობ, როგორი ოცნება მომიხდებოდა? რით უნდა დავკავდე ამ მილენას ცხოვრებაში? რას უნდა ვებრძოლო და რა გზას დავადგე? მაპატიე, მაგრამ მხოლოდ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ჩემი წინაოცნებები განუხორციელებელია, სულში სიცარიელე მეუფლება. არ მაქვს იმაზე დიდი ოცნება, რომ ყველაფერი უკეთ ვიცოდე ვიდრე ვიცი. მინდა გაგიცნო, რათა დავეხმაროთ ყველას, ვინც გაჭირვებაშია. იქნებ მჭირდებოდა გამომეყენებინა ეს უნარები, რაც მაქვს, ან იქნებ მე არ ვიცი, ან არ მახსოვს, როგორ გავაკეთო ჯადოსნური საქმეები, შევძლო ჩემი ფარული ან მძინარე შესაძლებლობის გააქტიურება. იქნებ მოსავლის აღების დრო არ არის. იქნებ იმას, რასაც თესავ სინამდვილეში არასდროს მოიმკი. და ბოლოს, რა არის ის სინამდვილე, რომელიც ჯობს თავის დროზე გვახსოვდეს? მაპატიე, რომ ხშირად არ გმადლობდი ყველაფრისთვის, რაც მომეცი ამ ცხოვრებაში. მაპატიე, თუ ბევრს ვწუწუნებდი, მე ვეცებდი მოსავალს, რომელიც შენთან მომიყვანდა. ღიმილს გისურვებ, უფალო. გმადლობ ამ გაუგებარი გამოცდილებისთვის. 2023 წლის 11 ოქტომბერი, 18 საათი და 30 წუთი. გაციებული ვარ, სველი ხველა მაქვს, თუმცა ცხოვრება გრძელდება.
მას შემდეგ რაც ვნახე, რომ ქიმიაში მიღებული ქულები არ იყო საკმარისი სამედიცინო სფეროში სწავლის გასაგრძელებლად, დიდი ხნის განმავლობაში თავს უგუნებოდ ვგრძნობდი. მართალი გითხრათ, ძალიან ვეცადე. ვისწავლე, მოვემზადე, ვცდილობდი ქიმიის გააზრებას, მაგრამ დღეს ქიმიის გაგონებაც აღარ მინდა. ასეთ დროს ბევრი ამბობს, რომ ისევ ვცადოთ, არ დავნებდეთ, მაგრამ მე მაშინებს იმის გაფიქრებაც კი, რომ ქიმიის წიგნი ისევ გადავშალო. მიუხედავად იმისა, რომ არის რაღაც ქიმიაში, რამაც დამაინტერესა. თუ გახსოვთ, ადრე ვახსენე ნარცისები და ძლიერი მანიპულატორები. მოდი პირობითად დავარქვათ მათ უარყოფითად დამუხტული ელემენტები, როგორიცაა O2 და ასე შემდეგ. ცნობილია, რომ უარყოფით ელემენტებს აქვთ თვისებები მიზიდონ ელექტრონები დადებითად დამუხტული ელემენტებიდან და ეს უკანასკნელიც სიამოვნებით აძლევენ ელექტრონს ამ ნარცისებს. საქმე იმაშია, რომ ერთიც და მეორეც არ აქვს მნიშვნელობა პერიოდული სისტემის დადებითი თუ უარყოფითი წევრები არიან, თითქოს ერთი და იმავესკენ მისწრაფვის. ორივე მხარე ცდილობს ჰქონდეს ელექტრონების მსგავსი რაოდენობა, რაც ინერტულ ელემენტებს აქვთ მარჯვენა ქვედა მხარეს, უпростоრად ამ ცხრილის სვეტში. ინერტული ელემენტები არ შედიან რეაქციაში და ისინი მაგონებენ განათლებულ ადამიანებს, რომლებიც არ რეაგირებენ. უпростоრად რომ ვთქვა, ინერტული ელემენტები მაგონებენ უცნაურად გასხივოსნებულ ადამიანებს, ანუ მანიპულაციების ოსტატებს, რომლებსაც სპეციალური კურსი აქვთ დამთავრებული. აგრეთვე შემიძლია შევადარო ისინი ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც რეაქციები არ გააჩნია. უცნაური დამთხვევაა, არა? არ მინდა ქიმიის შესწავლა ისევ ვაიძულო თავს, რადგან ბევრი რამ არ მესმოდა. შესაძლოა ჩვენ ისევე როგორც ყველა ეს ელემენტი ვცდილობთ გავხდეთ განათლებულები, როგორც ეს ინერტული ელემენტები. ან შესაძლოა პირიქითაა. ამ თითქოს უსულო ინერტულ ელემენტებს იქნებ სურთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც იგრძნონ თავი ჩვენსავით ცოცხლად. ჩვენ ხომ შეგვიძლია არა მხოლოდ დავძლიოთ იმედგაცრუება, არამედ ზოგჯერ ვგრძნობთ აღფრთოვანებას და წარმოუდგენელ სიამოვნებას, როდესაც გვიყვარს. სხვათა შორის, როცა გვიყვარს ნარცისები, ეს სასიამოვნო განცდები განსაკუთრებით გვახარებს, თუმცა დროებით. პირად ცხოვრებაში მადლობა ღმერთს ყველაფერი წესრიგში მაქვს. ჩემი მოსიყვარულე ქმარი ძალიან კეთილი და ყურადღებიანია ჩემს მიმართ. დედა გმაყოფილია, რომ ამერიკაში ვარ და არ მსაყვედურობს გამოცდებზე ჩავარდნის გამო. პირიქით უხარია, რომ ასეთი წარუმატებლობის შედეგად ისევ გვერდით ვყავარ. რა ბედნიერება იყო ბიძა არკადისთან ერთად სამშობლოში გატარებული ის 3 თვე. ჩემი ბიზნესი ამჟამად სრულ კრახს განიცდის, მაგრამ სასოწარკვეთაში აღარ ვარდები. ამას წინათ ვიყავი დღესასწაულზე, სადაც უამრავი ქართველი იყო და ბევრი მოვიდა ჩემთან, რომ მომსალმებოდა. ყველა მაქებდა და მეუბნებოდა, რომ შესანიშნავი კოსმეტოლოგი და ძალიან კარგი აურის მატარებელი ადამიანი ვარ. მაგრამ თუ ეს მართლაც ასეა, სად არიან კლიენტები?
სად არის ჩემი დათესილი მოსავალი? ფულზე ფიქრები დამთრგუნველია. ცხოვრებას უნდა რომ ისევ გამამწესოს სამედიცინო კაბინეტში ადმინისტრატორად, რათა დავნიშნო ვიზიტები ექიმებთან და გროშები გამოვიმუშაო, რითაც სწრაფად ვერ შევასრულებ ჩემს დაპირებას ვალების დაფარვის შესახებ. მე მინდა ეს დრო გამოვიყენო ქართულ ენაზე მედიტაციების შესაქმნელად. რეგრესიული ჰიპნოზის ტექნიკის მეორე დონის გასაძლიერებლად და რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია ჩემი გუნდი. მიუხედავად დეპრესიული მდგომარეობისა, ჩემი გეგმების ჩაფუშვისა და იმის გამო, რომ ახლა ნაკლების დამტკიცებას შევძლებ, ექიმობის გარეშე გადავწყვიტე გამეგრძელებინა გზა, რომელიც სულს მithფობს. ერთ მშვენიერ შედარებით თბილ დღეს დავურეკე დიდხანს უნახავ გუნდის ყველა წევრს. ვიპოვე ახალი ადამიანებიც და საღამოს 8 წავედით სანაპიროზე, რათა ცეცხლი დაგვენთო. ერთად მიგვემართა ღმერთისთვის და გვეგრძნო ერთიანობა. მშვენიერი საღამო გამოვიდა. ასეთი საღამოებისთვის ღირს ცხოვრება. კოცონის გარშემო ხელჩაკიდებულნი თითოეული ხმამაღლა ვლოცულობდით საკუთარი თავისა და ერთმანეთისთვის. მე ვცადე გამეკეთებინა ფიქრის შემაჩერებელი მედიტაცია ყველასთან ერთად. ასევე დავრბოდით და ვყვიროდით სანაპიროზე ორთქლის გამოშვებას ვცდილობდით. აი ყველაფერი ის, რაც მოხდა იმ საღამოს. ისევ დავდივარ რეიკის შეხვედრებზე და მილენას ცხოვრებით ვცხოვრობ. არ ვიცი რამდენჯერ გავუცრუე იმედების საკუთარ თავს ან სხვებს, მაგრამ ვიცი რომ საკუთარ თავს დიდ პატივს ვცემ და მიყვარს. მისწრაფებებისთვის, ძალისთვის, ძიებისა და აქტიურობისთვის ვამაყობ საკუთარი თავით, რადგან ყველაფერი გავაკეთე ამ ცხოვრებაში, რაც შემეძლო. ცხოვრება ზოგჯერ ხელს გვიშლის რაღაცის მიღწევაში. ან იქნებ ის ამ გზით გვიფრთხილდება კიდეც. ზუსტად არ ვიცი როგორც ყოველთვის. მოგვიანებით მივხვდი იმას, რომ უფლის მოსიყვარულე ძალა ზრუნავს ჩემზე უფრო მეტად ვიდრე წარმომედგინა. უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო და მოთმინება სჭირდებოდა, მე კი ეგოისტურად ყველაფერი მინდოდა ახლავე. მივხვდი, რომ ჩემს გარემოში მხოლოდ ის გამორჩეული ადამიანები მოყავს ჩემთან, რომლებიც მზად არიან იპოვონ თავიანთი სულიერად მსგავსი და ჩემი სახით. ვინ იცის რა იქნება ხვალ? უცნაური იდეა გამიჩნდა Facebook-ზე გადამეღო ვიდეო პირდაპირ ეთერისათვის, სადაც ვისაუბრებდი ყველაფერზე, რაც ვისწავლე ჩემი ცხოვრების მანძილზე ადამიანებზე. იმ იმედით, რომ ეს ინფორმაცია ვინმეს დაეხმარებოდა. მე არ ვარ 100%-ით დარწმუნებული ყველაფერში, რაც ვიცი, მათ შორის ჩემს ნიჭშიც. თუმცა ყველაფერზე საუბრით შემიძლია გამოვავლინო ნიჭი სხვა ადამიანებში. დავეხმარო მათ, არ ეშინოდეთ საუბრის და საკუთარი თავის გამოხატვის. ხანდახან მეც მინახავს ვიდეოები, რომლებმაც გამიადვილეს ცხოვრება და მსოფლმხედველობა.
მეორე მხრივ, ყველა სიტყვა ჭკვა გონების საზრდოა და ნამდვილად არ მინდა ვინმეს ზიანი მივაყენო. იქნებ უბრალოდ ხმამაღლა წავიკითხო ეს წიგნი და სულ ეს იყოს.